გამარჯობათ. დღეს გვექნება დაპირებული აღწერა ბულგარი ტაიგერის. ეს არის სუნამო, ყველას რო უნდა კონდეს კოლექციაში. ნებისმიერ უცხოურ ბლოგერს, ვისაც ეს სუნამო კოლექციაში აქვს, არის ბედნიერი და თვალები უწყინავს. მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ტოპი ციტრუსოვან არომატებში და ეს სუნამო უნდა მქონდეს მე კოლექციაში. საოცარი ბოთლია. აქ არის რაღაც ვიღად ღირებული ქვა, რომელსაც ვეფხვის ქვას ეძახიან და რაღაცა მზის და მიწის სიმბოლოს წარმოადგენს. ეს არის ბულგარის პრივატ ხაზი, ვინც არ იცის, თითქმის ყველა ბრენდს აქვს პრივატ ხაზი, როგორც Armans, Yves Saint Laurent's, ასევე Dior's და განსხვავება ის არის, რომ 3-4-ჯერ ძვირი ღირს, ოღონდ მარტო ფასი არ არის სხვაობა, სულ სხვანაირად ჟღერს და არის უნიკალური ჟღერადობის არომატები. დავიწყოთ ჩვენ ახლა ამ სუნამოს აღწერა. ვიტყოდი, რომ აქ არის საოცარი ბერგამოტი. აი წარმოვიდგინეთ, გეგონება მწიფე ბერგამოტი აფეთქდა და ცოტათი შუშხუნებს. აქ არის შუშხუნა ბერგამოტი, რომელიც თავიდან ეგრევე შემოდის და მერე უკვე ცოტა ჯინჯერიც იქცნობა. ჯინჯერს აქვს თვისება, რომ სუნამოს ოდნავ მეტი ციტრუსნობა შესძინოს და ცოტა უფრო სიმდგრადე. ამ ყველაფერს აქვს კიდე ლამაზი ამბრა. ცოტა მიწიერებას გრძნობ და ამ მიწიერებას ჩემი აზრით მატებს ვეტივერი. ასევე პაჩულსაც აქვს ეგ თვისება, მაგრამ აქ უფრო ვეტივერი. აქ ვეტივერი არ ყვირის, არც პაჩული, ყველაფერი არის დაბალანსირებული. ასევე აქვს ლამაზი მუსკუსი. ძალიან კარგად ჟღერს, აქ არ არის მყრალი მუსკუსი, არ არისო მუსკუსი ყვიროდეს. ასევე აქვს ამბროქსანი. ეხა ამბროქსანზე ყველა მიცით რაღაც არის ქიმიური შენაერთი, გახსენდებათ იქ დიორ სავაჟი, კოსმალა, არ არის ესე. აქ არის ის მომენტი, როდესაც ამბროქსანი ამ ჯინჯერს და მუსკუს არ ეგულირებს, რომ არ ყვიროდეს და ყველა თითოეული ნოტა იმდენად არის დაბალანსირებული, რომ საოცარ არომატს ხდის ამას. ასევე ამბროქსანს აქვს ის ფუნქცია, რომ ეს დაბუსტოს და ციტრუსი გახადოს უფრო მდგრადი. ზუსტად მაგიტო არის ამ სუნამოში გამოყენებული. ვიტყოდი, რომ ესე მაგრა არის ამაში გამოყენებული და ლუი ვიტონის ლიმისაიჩი, იმაშიც და ამაშიც არის, იმიტომ რომ სუნამო დააბალანსოს და უფრო მდგრადი გახადოს. სხვათა შორის ეგ ორი სუნამო ერთმანეთს ძალიან გავს და ორივე არის საოცარი არომატი. აქ ვიტყოდი, ვისაც გიყვართ ციტრუსი, ეს შეიძლება თქვენ ცხოვრებაში იყოს ყველაზე მაგარი არომატი ციტრუსოვან არომატებს შორის. აქვს უმაგრესი ჟღერადობა, ასევე ძალიან ნატურალური ჟღერადობა იქცნობა. იმასაც დავამატებ, რომ ბევრმა არ იცის და ნატურალური ინგრედიენტებით თითქმის არაფერი აღარ კეთდება. მთლიანად ნატურალური არაფერი არ არის და მივესალმები მე ამას და არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ უფრო ალერგიას იწვევდა, როდესაც ნატურალურით მზადდებოდა. ასევე იყო ის კიდე, რომ იყენებდნენ ცხოველურ ტყავს, ასევე ამბრის თემაში ვეშაპს ხოცავდნენ, ატყავებდნენ ცხოველებს და ძალიან კარგი, რომ აღარ ატყავებენ და ქიმია განვითარდა, პარფიუმერია განვითარდა და ჩემთვის ის სუნამოები იყო მყრალი, როდესაც შიგნით იყო ცხოველური ტყავი. ეხლა პარფიუმერია არის ძალიან ლამაზი, ნებისმიერი ნოტის უკვე შექმნა შეგიძლია ქიმიურად და ექნება ნატურალური ჟღერადობა. როდესაც ნატურალურ ჟღერადობას გულისხმობ,
გულისხმობ ამას და არა იმას, რომ ნატურალური კომპონენტები. ასე რომ ვისაც არ გაქვთ დატესტილი დატესტეთ. ბულგარი ტაიგერი არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ციტრუსი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ციტრუსი და შეიძლება თქვენ კოლექციაში იყოს ყველაზე მაგარი სუნამო და თქვენი ცხოვრება გაალამაზოს და გააბედნიეროს. გამოიწერეთ ჩემი არხი, ჩაუღთეთ ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეო, ხვალანზე დაიდება, კაი რაღაც მაქვს მოფიქრებული და წინასწარ არ ვიტყვი და ხვალანზე დავთებ. აბა, კარგად ბრძანდებოდ.